მოგესალმებით კოლეგებო, ქორუმი არის და სხდომას გახსნილად ვაცხადებ. დღევანდელი კომიტეტის დღის წესრიგით წარმოდგენილი არის ორი საკითხი. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. თანდათანობით მასალებთან ერთად დოკუმენტი ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისთვის და საქართველოს მთავრობის მოხსენება საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მომხსენებელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გახლავთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა მობრძანებისთვის. ასევე მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელი ასევე გახლავთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. მე მინდა გთხოვოთ კოლეგებო, რომ კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად, ჯერ მოვისმინოთ ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა და შემდგომში უკვე გავიაროთ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. თუ ვიქნებით ჩვენ თანახმა რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი ასეთი მოცემულობით, მაშინ გთხოვთ უყაროთ კენჭის ზემოაღნიშნულ საკითხს და მაშინ ჩვენ დავიწყებთ კომიტეტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვით. მე მინდა ვთხოვო ბატონ გიორგის, გთხოვთ. დიდი მადლობა. პირველ რიგში მოგესალმებით. დავიწყებ მაშინ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულებით. ძირითად პარამეტრებს მოგახსენებთ, რა მდგომარეობა 6 თვის ჭრილში. არის გარკვეული მონაცემები, რომელიც 8 თვის და 9 თვის არის და ამასაც მოგახსენებთ. ჩვენ ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა პირველი ნახევარი საკმაოდ აქტიური იყო. ჯამში 6 თვეში გვქონდა 8.3% ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, უკვე 8 თვის მონაცემების არის წინასწარი გამოქვეყნებული და ამ შემთხვევაში 8 თვის მონაცემებში გვაქვს 7.9%. ბევრმა საფინანსო ინსტიტუტმა უკვე განაახლა პროგნოზი 2025 წლის და თითქმის ყველა მათგანი 7%-ს ან უფრო მეც ვარაუდობს რეალური ეკონომიკის ზრდას ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენს მოლოდინი გვაქვს, რომ 6%-ზე უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის ნაწილში შესრულება საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობდა, როგორც 6 თვეში, ასევე 9 თვეში. თქვენის ნებართვით მოგახსენებთ შემოსავლების ნაწილსაც და შემდგომში უკვე რა თქმა უნდა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც მოგახსენებთ. შემოსავლების ნაწილში ჩვენ ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში საგადასახადო შემოსავლები გვაქვს გადაჭარბებით შესრულებული, როგორც 6 თვეში, ასევე 9 თვის ჭრილში. დავიწყებ 6 თვით თქვენის ნებართვით. გადასახადების ნაწილში 6 თვეში გქონდა დაგეგმილი 12.291 ლარი, საბოლოო ჯამში შესრულებული არის 12.397 მილიონი ლარი, 100.9%-ია შესრულების მაჩვენებელი, წლიურ გეგმასთან მიმართებაშიც 59%-ია შესრულებული. გრანტების ნაწილში 130 მილიონი გვაქვს მიღებული, აქ 45%-ია წლიურ გეგმასთან მიმართებაში, 6 თვის გეგმასთან 104.5%, სხვა შემოსავლები 1.5 მილიარდ ლარს აჭარბებს და აქაც 134%-ია შესრულების მაჩვენებელი. პრივატიზაცია 240 მილიონი იყო დაგეგმილი და 331 მილიონ ლარზე მეტია შემოსული, 138%-ია, ხოლო სესხების დაბრუნების მაჩვენებელი 199 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 130%-ია დაგეგმილი მაჩვენებლის. იგივე რო გავყვეთ უკვე 9 თვის ჭრილში გადასახადების მაჩვენებელი შეადგენს 18 მილიონ 800
13 მილიონი ლარია ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში 74%-მდეა შესრულებული წლიურ გეგმასთან მიმართებაში დაზუსტებული ანუ 6 თვის გეგმასთან მიმართებაში 100.5%-ია გრანტების ნაწილში შესრულება გვაქვს 70% და 202 მილიონ ლარს აღემატება გრანტების შესრულება სხვა შემოსავლების ნაწილში უკვე სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული 1.391 მილიონი ლარია, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში 97%-ის აღემატება შესრულება 9 თვე წლიური გეგმასთან გადაჭარბება გვექნება ცალსახად. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს 9 თვის მდგომარეობით ჯამში ჩვენ მოგხსენებათ ბიუჯეტი 27 მილიარდ 951 მილიონი ლარია წლიურ ნაწილში, 9 თვეში დაგეგმილი იყო 20 მილიარდ 679 მილიონი ლარი და შესრულების მაჩვენებელი გვაქვს გეგმასთან მიმართებაში 93%, წლიურ გეგმასთან 68.8%, 19 მილიონ 217 მილიონ ლარამდეა ათვისებული. რაც შეეხება უშუალოდ კულტურის სამინისტროს ნაწილში, აქ 240 მილიონი ლარი იყო დაგეგმილი 9 თვის დაზუსტებული გეგმა, 174 მილიონი ლარია ათვისებული. აქ ჩვენ მქონდა განხილვები კულტურის სამინისტროსთან, ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც ვარაუდობ რომ წესრულად განხორციელდებოდა, ანუ გარკვეული პროექტების მოდიფიცირება გახდა საჭირო, ამიტომ ამ ნაწილს მივყვებით და ვფიქრობ რომ ათვისება წლის ბოლომდე თითქმის სრულად მოხდება, თუმცა პროექტების ნაწილის დაწყება იქნება შესაძლებელი და დასრულება უკვე მომდევნო წელს იქნება გადასული. ეს არის 9 თვის ძირითადი პარამეტრები, 6 თვის და 9 თვის თუ რაიმე კითხვები გქონთ თუ რა და გადავალ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საკითხზე და მე ერთიანად როგორც უკეთესი იქნება განხილვისთვის. მადლობა ბატონო გიორგი. კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის, მაშინ შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კომიტეტის ხდომით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. აქ წლევანდელი ნაწილს აღარ გავიმეორებ, კიდევ უბრალოდ ვიტყვი რომ 6%-იანი სინაცვლად არის უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, 7.19%-ია, ხოლო მომდევნო წელს ჩვენ ისევ გეგმავთ საბაზისო სცენარს კონსერვატიული მიდგომით, 5% გვაქვს რეალური ეკონომიკის და განსაზღვრული 2026 წლისთვის ნომინალურ გამოხატულებაში თლიანი შიდა პროდუქტი იქნება 100.5 მილიარდი ლარი, უკვე შემდგომ წლებში საშუალოვადიან პერიოდში გვაქვს 5.3%-იანი რეალური ეკონომიკის და რაც ნომინალურ გამოხატულებაში თლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იქნება 140 მილიარდ ლარზე მეტი 2029 წლისთვის. რაც შეეხება ბიუჯეტს, აქ განსაზღვრული გვაქვს ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში საგადასახადო შემოსავლები 26.8 მილიარდი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის დეფიციტს ვინარჩუნებთ 2.5%-ზე, ხოლო არის მაჩვენებელი მცირდება 34.9%-მდე. ეს ჯამში გვაძლევს საშუალებას, რომ ნაერთი ბიუჯეტიდან მომდევნო წელს ჯამურად დაიხარჯოს 35.5 მილიარდი ლარი და რა მიმართულებებზე ნაწილდება მოკლედ მიმოგახსენებთ, სოციალურ მიმართულებაზე და არის 100 მილიონ ლარზე მეტი და ამ ზდაში გათვალისწინებულია დიდი წილი მიაქვს, რა თქმა უნდა, ასაკობრივი პენსიის და ისევე როგორც სხვა პენსიონერების პენსიის დას, ასაკობრივი წლში 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და იქნება 495 ლარი, მაღალმთიან დასახლებაში ეს მაჩვენებელი იქნება 594 ლარი, 70 წლამდე პირთა შემთხვევაში ზრდა გვაქვს 20 ლარი და იქნება 370 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 454 ლარი, იგივენაირი ზრდა იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემთხვევაშიც. კულტურის და სპორტის ნაწილში მომდევნო წელს ნაერთი ბიუჯეტიდან 1.50 მილიონი ლარი იქნება დახარჯული, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში დაახლოებით 615 მილიონი ლარი. ნაერთი ბიუჯეტში მინდა აღვნიშნო ასევე, რომ როგორც ძალოვან უწყებებში, ასევე სხვა ყველა დანარჩენ მიმართულებებში საჯარო სექტორში არის ხელფასების და საბაზო ხელფასი იზრდება და შესაბამისად ყველგან გვექნება ასდა. ზოგადად კულტურის სამინისტროში მოგეხსენებათ განსხვავებული მიდგომა იყო და არის ნაჩვენება, რესურსი 10%-იანი ზრდის არის გათვალისწინებული, თუმცა ეტაპობრივად სამინისტრო მიყვება იმ პოლიტიკას, რომ სრული მოწესრიგება მოხდეს ხელფასების, არა ყველას 10%-ით, არამედ რიგ შემთხვევაში უფრო მაღალი მოცულობითაც ხდება და ეს თანხები არის რეალურად გათვალისწინებული. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, ჩვენ მომდევნო წელს შემოსულობები, ანუ ის თანხები, რის იმობილიზებაც
მოხდება წლის განმავლობაში შეადგენს 30 მილიარდ 290 მილიონ ლარს, საიდანაც შემოსავლები არის 24 მილიარდ 600 მილიონი ლარი, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები 23 მილიარდ 30 მილიონი ლარი, სხვა შემოსავლები 1 მილიარდ 350 მილიონი ლარი, ხოლო გრანტების ნაწილში მივიღებთ 219 მილიონ ლარს. პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 200 მილიონ ლარს, ხოლო სესხების დაბრუნების ნაწილში გვექნება 280 მილიონი ლარი. ვალდებულებებს რაც შეეხება 2026 წელს ჩვენ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით შიდა ბაზარზე მივიღებთ 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს, სახელმწიფო პროექტების დაფინანსება საინვესტიციო კრედიტების ნაწილში იქნება 1 მილიარდ 421 მილიონი ლარი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტები 620 მილიონი ლარი. რაც სიახლე გვაქვს 2026 წელს გათვალისწინებული არის ევროობლიგაციების დაფარვა, ჩვენ 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების ვადა გადის და შესაბამისად მისი რეფინანსირება უნდა მოხდეს, ამიტომ როგორც ვალის აღების, ასევე ვალის დაფარვის ნაწილში 1 მილიარდ 370 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული, რომლითაც მოხდება 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება. ხარჯვის ნაწილს რაც შეეხება, ჯამში ხარჯვითი ნაწილი წარმოქმნილი პროექტის მიხედვით იქნება 30 მილიარდ 475 მილიონი ლარი. ყველაზე დიდი ხარჯავი უწყება მოგეხსენებათ არის ჯანდაცვის სამინისტრო 9 მილიარდ 620 მილიონი ლარი იქნება ამ ნაწილში გამოყოფილი, მათ შორის სოციალური მიმართულებებია დაახლოებით 7 მილიარდი ლარი, საიდანაც მხოლოდ პენსიის ნაწილი 5 მილიარდ ლარზე მეტია. ჯანდაცვის მიმართულებით გამოყოფილი იქნება 2 მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა საცხოვრებელი პირობებისათვის იქნება 260 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი. განათლებას რაც შეეხება, უშუალოდ სამინისტროს დაფინანსება არის 2 მილიარდ 615 მილიონი ლარი, თუმცა ვინაიდან წელს სამინისტროს გარკვეული ფუნქციები გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროში, ამ ფუნქციების ჯამბურთ ბიუჯეტს თუ გავითვალისწინებთ 3 მილიარდ 228 მილიონ ლარს აჭარბებს ამ მიმართულების დაფინანსება. სპორტის მიმართულებით 295 მილიონი ლარია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3 მილიარდ 97 მილიონი ლარი, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 855 მილიონი ლარი და მოგახსენებთ უკვე კულტურის სამინისტროს ნაწილში გათვალისწინებული გვაქვს 319 მილიონი ლარი, მათ შორის სახელმწიფო სფეროში უმაღლესი განათლების დაფინანსება 23 მილიონ ლარს აღემატება, სახელმწიფო დაწესებულებების ხელშეწყობა 8.3 მილიონი ლარი, კულტურის განვითარების ხელშეწყობა 155 მილიონ ლარზე მეტია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის ხარდაჭერა 80 მილიონ ლარს აჭარბებს და ინფრასტრუქტურის ნაწილში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ძირითადად რეაბილიტაციებია, ამ შემთხვევაში 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რაც ამ ეტაპზე წარმოდგენილია 2026 წლის ბიუჯეტისთვის. როგორც სხვა კომიტეტებზე აღნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვექნება დაახლოებით 2 თვიანი პერიოდი, თვენახევარი იმისათვის, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ და ნოემბრის ბოლომდე ჩამოვაყალიბოთ ბიუჯეტის ის ვერსია, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერა ექნება და ერთობლივად დავამტკიცებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კითხვები ხომ არ არის? დიახ. თხოვთ ბატონო ზურგო. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ერთი დაზუსტება მინდა საკითხის, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, როგორც კულტურაში, ასევე სპორტში. ეს რაც ადრე ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული, ახლა გადავა ანუ ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თუ თვითონ დარჩება სპორტს და კულტურას. რაც გათვალისწინებულია 2026 წლის ბიუჯეტში. აი ეს მაინტერესებს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, სპორტის ინფრასტრუქტურა სრულად, ანუ ახალი ობიექტების მშენებლობა, რაც არის სრულად გადასულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში, 200 მილიონია ამ ნაწილში გამოყოფილი, სპორტის ნაწილში დატოვებულია მხოლოდ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, არსებული ობიექტები 10 მილიონი კი, რომლის ფარგლებშიც ამ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა არის ინვენტარის შეძენა, ძირითადად სხვადასხვა ფედერაციებისთვის და მათ შორის ადგილობრივი კლუბებისთვის, დანარჩენი ინფრასტრუქტურა სპორტის ნაწილში არის თლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებული, რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, აქ 40 მილიონი რაც გათვალისწინებული არის, უშუალოდ 40 მილიონი არის კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია, მუზეუმების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნაწილში კიდე ცალკე, რა თქმა უნდა, ეს სრულად შეება კულტურის სამინისტროში, ერთადერთი რაც შეიძლება ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გაკეთდეს და ეს არის დაგეგმილი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი, რომელიც კულტურის სამინისტროსთვის ცოტა რთული პროექტი იქნებოდა
სრულდა და ამიტომ ეს ნაწილი არის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადასული. დიახ, მადლობა. დამატებით ხომ არ არის კითხვები? მაშინ მე მექნება კითხვა ბატონო გიორგი, პირველ რიგში მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. თქვენ ბრძანეთ რომ 318 მილიონი ლარით განისაზღვრა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც ძალიან კარგია. ეს მეტყველებს იმაზე რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება, რაც ნიშნავს რომ ჩვენი შემოქმედი ხელოვანი ადამიანებისთვის შესაძლებლობებიც იზრდება. მე უბრალოდ აქ ერთი დამაზუსტებელი კითხვა მინდა გკითხოთ რომ 318 მილიონიდან მე რამდენადაც მახსოვს საჯარო ბიბლიოთეკა გადავიდა პარლამენტის დაქვემდებარებიდან კულტურის სამინისტროს სისტემაში და ეს თანხაც გადავიდა, ანუ 15 მილიონი ლარი. აი ამ თანხის გარდა სუბთამატება რამდენია ამ შემთხვევაში თუ გახსოვთ? 15 მილიონ ლარამდე იყო საჯარო ბიბლიოთეკის ბიუჯეტი. ესე მახსოვს. სასახულია საჯარო ბიბლიოთეკა უკვე წლევანდელ ბიუჯეტის 25-ის გეგმა რაც იქაც სასახულია, როგორც კულტურის სამინისტროს ნაწილი, ამიტომ ის და რაც ჩანს ბიუჯეტში 6 მილიონიანი, ეს სრულად არის მატების ნაწილი. დიახ, ასევე მე აქ თვალში მომხვდა ორი კოდი, ამ შემთხვევაში 33 ნდლოთხის სახელოვნებო დაწესებულებების ხელშეწყობა. აქ 2025 წელს გათვალისწინებული იყო 9 მილიონ ლარზე მეტი და 2026 წელს არის 8 მილიონ 252.000. აი რით არის განპირობებული ეს კლება და ასევე იყო მეორე 33.07 ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე აქაც 50 მილიონი იყო 2025 წელს და 40 მილიონით არის განსაზღვრული. პირველი სახელმწიფო დაწესებულებასაც შეეხება, აქ თუ შევხედავთ ცოტა დეტალებში ამ კოდს, აქ არის მიმდინარე ხარჯები და ერთჯერადი გამოყოფილი კონკრეტული პროექტებისთვის 2 მილიონი ლარი იყო წელს კონკრეტული რესარიაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამოყოფილი და ეს დასრულდა და მიმდინარე ხარჯებსაც შეეხება 7 მილიონიდან 8 მილიონ 240.000-მდე იზრდება, ანუ ის მიმდინარე ხარჯები, რომელიც ამ ნაწილში არის საჭირო, ეს მზარდია, თუმცა ის პროექტი, რომელიც წელს იყო გათვალისწინებული და სრულდება, ის აღარ არის მომდევნო წელს ჩადებული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაწილში, ინფრასტრუქტურაზე მე ვახსენებ ჩემს მოხსენებაშიც, რომ გარკვეული მოდიფიცირება ხდება პროექტების არსებული საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენ კიდევ მოგვიწევს განხილვა სამინისტროსთან თუ რომელი პროექტი, ანუ მთავარი არის უბრალოდ თანხის ჩადება ხო არ არის, ანუ უნდა მივყვეთ, რომ შესრულდეს რეალური ხარჯვა მოხდეს ამ პროექტებში. ამიტომ მივყვებით ისე და დაგეგმილი პროექტები რაც ექნება და რაც აქვს სამინისტროს, იმდენს შევდებთ, რომ რაც კონკრეტული წლის განმავლობაში უნდა მოხდეს ათვისება. პირველადი პროგნოზი იყო 40 მილიონი ლარი, თუმცა ამას კიდევ ერთხელ მომდევნო კვირაში გვექნება ჩვენ დეტალური გავლა პროექტების დონეზე და იმის მიხედვით მოხდება კორექტირება ამ თანხისაც. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მეც მინდა ორი სიტყვით შევაფასო. მოგეხსენებათ კიდევ თქვი და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ბიუჯეტი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კულტურის შესაძლებლობები იზრდება, მეტი შესაძლებლობები ჩდება ჩვენი ხელოვანებისთვის, რაც ძალიან კარგია. და ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარება გვაქვს ძალიან კარგ ნიშნულზე და ეს სიკეთე ბუნებრივია აისახება ჩვენი თითოეული დარგის წარმომადგენლებზე. მოგეხსენებათ ასევე საერთო სურათისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ კულტურის სამინისტროს სისტემის მიღმა არის ასევე მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული IP-ები, რომლებიც ასევე კულტურული მიმართულებით საქმიანობენ და ეს საერთო სურათში, ასე ვთქვათ, სოლიდურ წილს ქმნის ჩვენი კულტურისა. 230-მდე IP ფუნქციონირებს 64 მუნიციპალიტეტში, რომელთა ჩამური დაფინანსება ასევე შეადგენს 172 მილიონ ლარზე მეტს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მომავალ წელს ძალიან კარგია. ასევე კულტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდების მიერ განხორციელებული პროექტების გარდა, ასევე უშუალოდ ჩვენ ჩავატარეთ კომიტეტმა, ვიმუშავეთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მოქმედი კულტურის ორგანიზაციები და მათი მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა და აქაც უნდა ითქვას, რომ დინამიკა არის ძალიან კარგი, ძალიან მზარდი, მასიურად ახდება ინფრასტრუქტურა რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, ეს იქნება კულტურის სახლები თუ სხვადასხვა დაწესებულებები, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლების. რა თქმა უნდა, აქ არის პრობლემები პირველ რიგში ეს არის კვალიფიციური კადრების მიმართულებით.
იმიტომ რომ განახლებულ თეატრს თუ კულტურის სახლში ჭირდება კვალიფიციური კადრები, ჭირდება ადამიანები, რომლებიც შექმნიან ამ კულტურას და მე ვიცი რომ კულტურის სამინისტრო ამ მიმართულებით ფიქრობს და ძალიან კომპლექსურად უყურებს ამ საკითხს. დღეს ჩვენთან არის ქალბატონი მაკადამი, მინდა თქვენ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ქალბატონ თიკას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ სწორი ხედვისთვის და იმ ძალიან მნიშვნელოვანი კომპლექსური ღონისძიებებისთვის, რომლებიც ტარდება და ჩატარდება მომავალ წლებში და საბოლოო ჯამში ეს შექმნის იმ ძალიან კარგ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და ყველა თაობისთვის, რომ ჩვენი კულტურა, ჩვენი ასე ვთქვათ, ხელოვნება, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი ერის საზრდო, იყოს მოწოდების სიმაღლეზე და შეიქმნას ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქტი. ამ შემთხვევაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა გაუსვა ხაზი, რომელიც ჩვენთვის არის განსაკუთრებით პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. მე ვიცი, რომ მიმდინარე წელს მოხდა, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის თვალსაზრისით ცოტა მატება, მომავალ წელსაც თუ იქნება ძალიან კარგი, ვინაიდან ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც გახლავთ სახელმწიფო კონსერვატორია, თეატრალური ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია, გიორგი მთაწმინდელის უმაღლესი სასწავლებელი, ეს არის მთავარი სამჭედლო ჩვენი ხელოვანებისა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ უნივერსიტეტებს, ამ ინსტიტუციებს ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა არსებობს და რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომავალში. და ასევე ერთი საკითხი მინდა წამოვწიო, ბატონო გიორგი, ქალბატონო მაკა, ჩვენ 26 ადამიანი ყავს რუსთაველის პრემიის ლაურეატები ქვეყანაში. მათი ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 600 ლარს და ძალიან კარგი იქნება თუ სახელმწიფო იფიქრებს, რომ ეს სტიპენდია გაიზარდოს და ეს ადამიანები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ და გააკეთეს, რისთვისაც მათ მიიღეს შესაბამისი რანგის, ასე ვთქვათ, რუსთაველის პრემია მხედველობაში, სათანადოდ იყოს დაფასებული სახელმწიფოს მხრიდან და თუ იქნება გადახედილი ეს საკითხი, იქნება ძალიან კარგი, რა თქმა უნდა, პოზიტიურ ჭრილში და თუ გაიზრდება მათი სტიპენდია მომავალი წლიდან, ჩვენ ამას მივესალმებით და მხარს დაუჭერთ. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ გიორგი წარმოდგენილი ანგარიშისთვის. აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციას და ვფიქრობ, რომ შევძლებთ ერთობლივად ვიმუშაოთ ამ საკითხზე და შევძლოთ ოპტიმალური შედეგის მიღწევა ამ ნაწილში, რასაც გულისხმობს სტიპენდიის გაზრდა. მადლობა. მადლობა, ქალბატონო მაკა. თუ არ არის კითხვები, მაშინ ჩვენ შეგვიძლია უკვე გადავიდეთ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების ეტაპზე. პირველ რიგში ცნობად მივიღოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა და ასევე კენჭი უყაროთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, დოკუმენტი, ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისთვის და საქართველოს მთავრობის მოხსენება საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. გთხოვთ უყაროთ კენჭი. შესაბამისად, კულტურის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ ანგარიშს. დიდი მადლობა. სტუმარს დახურულად ვაცხადებ.